მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტს ნინო მარაშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემებზე. დღეს ჩვენი ვიდეოს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, თვალი, ჩვენი მხედველობის, ასე ვთქვათ, წყარო და თვალთან დაკავშირებული პრობლემები. თანამედროვე ცხოვრების სტილი, ეკრანებთან ხანგრძლივი მუშაობა, ასევე უძილობა, სტრესი და ძალიან ბევრი გარე ფაქტორი გავლენას ახდენს ჩვენს მხედველობაზე, შესაბამისად წარმოიქმნება პრობლემები თვალთან დაკავშირებული. რა დროს მივმართოთ ოფთალმოლოგს? როგორ დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, მხედველობა, იგივე თვალთან დაკავშირებით? რა არის მითი და რა არის სიმართლე თვალის ვარჯიშებზე? რა დაავადებებია აქტუალური დღეს და ლაზერულ ჩარევებზე და ეკრანის ზემოქმედებაზე რას გვეტყვის ჩვენი სტუმარი ოფთალმოლოგი? ეს არის ეპიზოდი, რომელიც ეხება ყველას, მათ ვინც ატარებს სათვალეს, მათ ვინც დიდხანს მუშაობს კომპიუტერთან, მათ ვისაც უწევს ღამის თენება და ასევე ბავშვებს, რომელიც ხანგრძლივად მოიხმარენ და გამოიყენებენ გაჯეტებს. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ოფთალმოლოგი იოანე შათირიშვილი, რომელიც პაციენტებისგან გულწრფელი სიყვარულით და მადლიერებით მოიხსენიება. პაციენტები აღნიშნავენ მის პროფესიონალიზმს, მის ადამიანურ მიდგომას და ძალიან კარგ შედეგებს მკურნალობის შემდეგ. დიდი მადლობა იოანე, რომ მობრძანდით ჩვენთან. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კი ბატონო. ზოგადად აღნიშნავ ერთ მომენტს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოდკასტების ეპოქაში სამედიცინო საკითხების აი ესეთ ფორმატში განხილვა, ვინაიდან რადგანაც სატელევიზიო ეთერი არ იძლევა ხოლმე შესაბამის დროს და სივრცეს ესე ფართო ჯილში მიმოვიხილოთ ეს საკითხები. ამიტომ მადლობა და წარმატებები თქვენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დავიწყოთ საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, როგორც უკვე აღნიშნეთ, თვალი, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა. და დავიწყოთ სიმპტომებით. გარდა იმისა, რომ თქვათ გაგვიუარეს და მხედველობა, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ოფთალმოლოგს? ეს რომ კი ბატონო, თვალის სიმპტომებს რაც შეეხება, ზოგადად შეიძლება ძალიან ხშირად ეს იყოს უმნიშვნელო ჩივილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეთი უმნიშვნელო ჩივილი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პრობლემის პირველი ნიშანი. ამიტომ პაციენტებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა სიმპტომების შემდეგ უნდა მიაკითხონ ოფთალმოლოგს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის მხედველობის უეცარი მკვეთრი ცვლილება. განსაკუთრებით, როდესაც ერთ თვალში ხდება მხედველობის დაქვეითება, ამასთანავე აქ შეიძლება იყოს მხედველობა ბურუსში, როცა ადამიანი ბურუსში ხედავს, შეიძლება აქ იყოს ასევე სიმპტომი, როდესაც თითქოს ფარდა ჩამოეშვება თვალში, შეიძლება იყოს შავი წერტილების, ფრინავი შავი წერტილების არსებობა თვალში, ნათებები, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ბადურის პათოლოგიაზე, ანუ თვალის ფსკერის პათოლოგიაზე. შეიძლება არის კიდევ ესეთი სიმპტომები, როდესაც არის თვალის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი. ეს არის ის ძირითადი სიმპტომები, რა დროსაც პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს. ხოლო რაც შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, როდესაც დიაბეტი, ვისაც დიაბეტი აქვს, ვისაც მაგალითად აუტოიმუნური დაავადება აქვს, არტერიული ჰიპერტენზია, ასეთ შემთხვევაში პაციენტმა ჩივილების არარსებობის შემთხვევაშიც კი ყოველწლიურად წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან ვიზიტი. კი ბატონო, რაღაც სკრინინგული კვლევები უნდა ჩაიტაროს გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად. კი ბატონო. და რაც შეეხება ზოგადად პროფილაქტიკულ კვლევებს, ვისაც არ აწუხებს არანაირი დაავადება, პირობითად ბავშვებს გულისხმობ. ან თუნდაც ახალგაზრდებს, რომელთაც მხედველობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში რა არის თუ არა საჭირო, რომ პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტარონ ადამიანებმა, პაციენტებმა და რა ასაკიდან არის რეკომენდებული პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება? ეს შეკითხვა გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ დაავადებას დასაწყისშივე სიმპტომი არ ახასიათებს.
ან ისენელა ვითარდება, რომ პაციენტს არ აქვს რაღაცა ცვლილების შეგრძნება, რომ თვალში რაღაც იცვლება. ოდესაც ეს შეგრძნებები მოდის, შეიძლება დაავადება იყოს პროგრესული. ამიტომ არსებობს რაღაც ძირითადი ეტაპები, ოდესაც პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ესეთი ოფთალმოლოგიური პროფილაქტიკა. პირველი ეტაპი ეს არის, ოდესაც ბავშვი იბადება. ამ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში ნეონატოლოგის ან ექიმ-პედიატრის მიერ უნდა მოხდეს შეფასება პაციენტის. შემდეგი ეტაპი არის უკვე აი 3 წლის ასაკი, როდესაც ბავშვი უკვე გარკვეულ ვიზუალურ ამოცანებს ამოიცნობს. ასე დროს ჩვენ ოფთალმოლოგები ვაფასებთ მის მხედველობის სიმახვილეს, სიელმეს, ასევე ამბლიოპიური თვალის განვითარების რისკი, ანუ ზარმაც თვალსაჩინო. კი ბატონო. შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს 18 წლის ასაკი, რა დროსაც აი მაგალითად თუ ეხა ჩივილი არ აქვს ადამიანს, ამ შემთხვევაში სავსებით საკმარისია 2 წელიწადში ერთხელ მოხდეს მისი ოფთალმოლოგიური შემოწმება და მივადექით უკვე აი 40 წლის ასაკს, ხო? 40 წლის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის, იმიტომ რომ აქ შემოდის უკვე პრესბიოპიური ასაკი, როდესაც ადამიანს სჭირდება დამხმარე საშუალება სათვალე საკითხავად რომ გამოიყენოს და ასეთი ასაკიდან უკვე იწყება გლაუკომის, მაკულოპათიის თუ პაციენტს დიაბეტი აქვს, დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკი, შესაბამისად ასეთ დროს წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს მისი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. და ხანდაზმულებს რაც შეეხება უკვე 60 წლიდან, უკვე როდესაც კატარაქტა საოპერაციო ხდება, ხოლო ის დაავადებები რაც ჩამოუთვალეს გლაუკომა, მაკულოპათია, დიაბეტური რეტინოპათია, გაცილებით უფრო ხშირად ხდება, ამიტომ ასეთ ასაკში არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველწლიურად თუ მე რაღაც პრობლემები აღმოჩნდება 6 თვეში ერთხელაც კი ხდება ხოლმე საჭირო რომ ჩატარდეს ეს კვლევები. გასაგებია. დიდი მადლობა. ზოგადად თვალის ჯანმრთელობის გავლენა საერთო ორგანიზმის ჯანმრთელობაზე როგორ შეიძლება რომ გამოიხატოს გარდა იმისა რომ მხედველობის პრობლემა შეიქმნას პირობითად შეიძლება კიდე რამე სხვა ხო აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რომ ბევრ პაციენტს გონია რომ თვალის პრობლემები არის მარტო იზოლირებული და მხოლოდ მხედველობას ეხება მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევები როდესაც ზოგადი სისტემური დაავადებების დიაგნოზი დასმულა თვალის შემოწმების დროს ერთ-ერთი შეიძლება ესეთი იყოს შაქრიანი დიაბეტი როდესაც პაციენტს არ აქვს ეს დიაბეტი დიაგნოზირებული და ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ნიშნები დიაბეტური რეტინოპათიის სახით. ასევე არის არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც პირდაპირ ზიანდება ბადურის სისხლძარღვები და ჩვენ როდესაც ვათვალიერებთ თვალის ფსკერს, იქ შეიძლება აღმოვაჩინოთ ვასკულარული შევიწროებები, ჰემორაგიები, ედემა, ხო? შესაბამისად, ასე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ლოკალური. გესმით, ეს შეიძლება ერთ-ერთი მანიშნებელი იყოს სისტემური დაავადებების. გარდა მაგისა, ასევე აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში, როდესაც სარკოიდოზია, რევმატოიდული ართრიტია, ხო? ასე დროს თვალში შეიძლება განვითარდეს უეიტი, ეს არის თვალში და ანთება. ასევე კიდევ მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ მაგალითად ნევროლოგიური დაავადებების ინდიკატორი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აი, როდესაც მხედველობის ნერვში გვაქვს ცვლილებები, თვალის მოძრაობის დარღვევა ხდება, მხედველობის ველის დეფექტი გვაქვს, ხო? ასე დროს შეიძლება იყოს გაფანტულ სკლეროზთან საქმე, ინსულტთან, ან რაღაცა სხვა ნევროლოგიურ დაავადებებთან. ძალიან საინტერესოა, როგორც გავიგე, თვალის დაავადებები, ასევე თვალის კვლევები, თვალის დაავადებები შეიძლება მოქმედებდეს ორგანიზმზე გენერალიზებულად და ასევე თვალის კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც არ არის ჯერ დიაგნოსტირებული. დიდი მადლობა. გადავიდეთ ყოველდღიურ ჩივილებზე და მავნე ჩვევებზე, ვთქვათ, თუ არ არის დაავადება, რაც ჩამოთვალეთ უხვად, არც მხედველობის გაუარესება, ასეკობრივი, ასე ვთქვათ, რა მავნე ჩვევები არსებობს, რამაც შეიძლება იმოქმედდეს თვალის ჯანმრთელობაზე. აქ გულისხმობთ დიდ ხანს კომპიუტერთან გატარებას, ვთქვათ, ტელეფონში სიგნალებში ყურებას, თვალის სიმშრალეს, აი როგორ მართოთ ეს ყველაფერი და რა მავნეჩვევებია რომ ჩამოუთვალოთ ჩვენს მსმენელს რომ გაითვალისწინონ თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხანგრძლივად.
ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი მომენტები, როდესაც ადამიანს აქვს თვალის ტკივილი, საღამოს შებინდებისას მხედველობის გაძნელება, მაგრამ აი ამ კონკრეტულ ჩივილს ვერ უკავშირებენ რაღაც მიზეზს. ყველაზე ხშირად ფაქტორი განმაპირობებელი რაც არის ამ ყველაფრის ეს არის ასთენოპია, ანუ სამედიცინო ენაზე არის ასთენოპია, ანუ გადაღლა, თვალის გადაღლა, რა დროსაც აი ხა ციფრულ სამყაროში ვცხოვრობ და ძალიან აქტიური ურთიერთობა გვაქვს ტელეფონთან, კომპიუტერთან, მანქანის საჭესთან და ასეთ დროს გარკვეული პერიოდის მერე შეიძლება გადაიღალოს თვალი, რამაც მოგვცეს ზუსტად ეს ჩივილები, რაც გულისხმობს თვალბუდის არეში სიმძიმის შეგრძნებას, თვალის ტკივილს და ნუ ეხა როგორც კი ეს სიმპტომები გამოვლინდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს, იმიტომ რომ აქ უნდა გამოირიცხოს პირველ რიგში აკომოდაციური დარღვევები. ეს არის შორს მხედველობა, თუ ადამიანი შორს მხედველია, სათვალეს არ ატარებს, მთელი დღის განმავლობაში მისი კუნთი ცდილობს, რომ კონკრეტული საგნები დააფოკუსიროს, მაგრამ დღის ბოლოს უკვე ვეღარ უძლებს, იტვირთება, გადაიტვირთება, ვეღარ უძლებს და ამის შედეგად მოდის ეს ჩივილები. ასევე ცხოვრების წესის შეცვლაზე არის საუბარი, როდესაც კომპიუტერთან საათობით ატარებს ადამიანი დროს, ძალიან მნიშვნელოვანია 20-20-20 წესის გამოყენება, ეს არის ყოველ 20 წუთში, კი ბატონო, ყოველ 20 წუთში 20 წამით ადამიანმა დაახლოებით 6 მეტრის მანძილზე უნდა გაიხედოს, ამით ის ავარჯიშებს აკომოდაციურ კუნთს. ამას ურჩევთ ჩვენ, ვინც 8 საათი და მეტი კომპიუტერთან მუშაობს. გარდა ამისა, რამე ფარმაკოლოგიური საშუალებები არსებობს ამისთვის, თუ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ხელოვნური ცრემლი, ასე დროს, იმიტომ რომ როდესაც საცრემლე ფირფიტა ვერ გამოყოფს თვალის საკმარისი რაოდენობის ცრემლს, რქოვანა არ არის დაცული და დატენიანებული, ასე დროს ჩვენ დამხმარე საშუალებად ვიძლევით ხელოვნურ ცრემლს და რომ ხედველობა გაცილებით უფრო მკაფიო იყოს, ადამიანს არ ქონდეს ჩხლეტის, ტკივილის, წვის შეგრძნებები. ასევე გავრცელებულია ფართედ ჩვენს პოპულაციაში, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით საზიანოა დიდი ხანი ეკრანის წინ ჯდომა, ყურება, კომუნიკაცია, რამდენად მართალია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ ეხლა ბავშვები განსაკუთრებით არის საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ბავშვები აი ჩაბნელებულ ოთახში უყურებენ ხოლმე ხშირად ტელეფონს მაღალ განათებაზე, რაც საბოლოო ჯამში თან ახლოს მეთქი ტელეფონი, რაც საბოლოო ჯამში ზუსტად იწვევს თვალის გადაღლას, აკომოდაციური კუნთის სპაზმს, რომელსაც მერე ჭირდება აუცილებლად დიაგნოსტირება, მკურნალობა და თუ საჭიროა შემთხვევაში სათვალესაც ნიშნავთ ხოლმე. ხო. ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენს დროში ძალიან ხშირია ესეთი ჩვენ სამყაროში ყოველდღიური ცხოვრება არის ჩვენი. ჩვენ მცირედ შევეხეთ თვალის დაავადებებს, უშუალოდ თვალისასაც და გენერალიზებულსაც ან სისტემურს, ასევე შევეხეთ სხვა დაავადებებსაც. მინდა რომ გადავიდეთ დიაგნოსტიკის საშუალებებზე. თვალის კვლევა, როგორც დიაგნოსტიკა, რა შეიძლება მოიცავდეს, რა სერვისებს, რა კვლევებს და თითოეული კვლევა თუ შეგვიძლია რომ ჩვენი მსმენელისთვის ავხსნათ, რაზე გვაძლევს ინფორმაციას. ყველა კონკრეტული კვლევა, რომელიც სტარტდება თვალის კომპლექსური კვლევის დროს, რას უჩვენებს ექიმს, რა შედეგს, ანუ რომელი დაავადების და რომელი სიმპტომის. პირველი ვიზიტი, როდესაც ოფთალმოლოგთან ხდება, ოფთალმოლოგის მიერ ნაპრალოვან მიკროსკოპზე ხდება თვალის დათვალიერება. ამის შედეგად უკვე გადავდივართ ისეთ კვლევებზე, როგორც არის მხედველობის სიმახვილის შემოწმება, რომ განსაზღვროთ ადამიანი რას ხედავს. ასევე აქ არის ტონომეტრია, როდესაც თვალის წნევის განსაზღვრას ვახდენთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი არის გლაუკომის დიაგნოსტირებაში, ტონომეტრით თვალში და წნევის განსაზღვრა. ასევე გვაქვს, კორექცია, რა თქმა უნდა მოხდეს, როდესაც მხედველობის სიმახვილეს ვადგენთ, იქ და ავტორეფრაქტომეტრია არის ჩართული და
ვნახულობთ არის თუ არა რაიმე აკომოდაციური დარღვევები, რეფრაქციული დარღვევები და რეფრაქციული მანკები, ეს არის ჰიპერმეტროპია, მიოპია, ასტიგმატიზმი, შემდეგ ვახდენთ კორიგირებას სათვალის მეშვეობით, შემდეგი ნაბიჯი უფრო გაფართოებულ კვლევებს მოიცავს ოპტიკო-კოჰერენტული ტომოგრაფია, თუ თვალის ფსკერზე გვჭირდება ბადურის შეფასება, მხედველობის ნერვის შეფასება ამ შემთხვევაში და ასევე გვაქვს კიდევ დამატებით ეს არის მხედველობის ველის განსაზღვრა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი არის გლაუკომის დიაგნოსტირებაში. კი ბატონო, საკმაოდ გაფართოებული კვლევებია, სრულად ხდება დიაგნოსტირება. ძალიან კარგია, რომ ესე კომპლექსურად ხდება დიაგნოსტირება თვალის პირველადი ვიზიტის დროს. როგორც უკვე თქვი, დაუბრუნდეთ დაავადებებს, ჩვენ აქ ჩამოთვალეთ რამოდენიმე დაავადება. ერთ-ერთი არის კატარაქტა. კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული. კი, ფართოდ გავრცელებული. მე მინდა რომ ჩვენ მსმენელს ავუხსნათ, რა არის კატარაქტა, რა დაავადებაა. როდის საჭიროებს ოპერაციას და რატომ საჭიროებს ოპერაციას და ქირურგიული ჩარევის გარეშე სადამდე შეიძლება მივიდეს გართულება და რა შედეგებზე შეიძლება გავიდეთ. კი ბატონო, კატარაქტა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ თვალში ფართოდ გავრცელებული დაავადება, რა დროსაც ხდება თვალში და ბროლის შემოყრება. დიახ. ძირითადად შემთხვევაში ეს უფრო ასაკობრივად ვითარდება, მაგრამ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც თვალის ტრავმის დროს შეიძლება განვითარდეს კატარაქტა, ასევე დიაბეტის შემთხვევაში, ასევე როდესაც ხანგრძლივად ხდება სტეროიდების გამოყენება, შეიძლება იყოს მემკვიდრული. მაგრამ ყველაზე ფართოდ გავრცელებული მაინც არის ასაკობრივი პროცესი, როდესაც ასაკობრივად ხდება ამ ბროლის შემოღრება. ეს ბროლი ფიზიოლოგიურად ატარებს სინათლის სხივს ბადურამდე, მაგრამ შემოღრების შედეგად უკვე ვეღარ ხდება ამ სინათლის სხივის გატარება. თავიდან ისე მკვეთრად გამოხატული არ არის, მაგრამ პაციენტები თანდათან გრძნობენ, რომ ფერმკრთალდება საგნები, ვეღარ ახდენენ ისე ფოკუსირებას საგნებზე, აი საღამოს მანქანის საჭესთან უჭირთ ჯდომა და ასეთ დროს უკვე უნდა მოხდეს დიაგნოსტირება ოფთალმოლოგის მიერ და შესაძლებელია მერე უკვე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდეს ოპერაციული ჩარევა. რაც შეეხება ოპერაციული ჩარევას, რაც გულისხმობს, ეს არის დღეის მდგომარეობით ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიით ტარდება, ამ მეთოდს ქვია ფაკუემულსიფიკაცია, როდესაც მცირე განაკვეთებით ხდება ბროლის დაკუცმაცება, ამოღება და მის ადგილზე ინტრაოკულარული ლინზის ჩასმა. თვითონ ოპერაციის მეთოდი, ანუ ოპერაციის წარმართვა როგორ მიმდინარეობს, ანუ ადგილობრივი გაყუჩებით კეთდება, საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს თვითონ პაციენტისთვის, ოპერაცია როგორც კი დასრულდება, პაციენტი მაშინ მიდის სახლში, მეორე დღეს მერე ხდება შეფასება ჩატარებული ოპერაციის და ერთი თვის განმავლობაში პაციენტი იღებს წვეთებს. რამდენი ხანი გრძელდება დაახლოებით? 10-15 წუთი. 10-15 წუთი. პაციენტის ტკივილობა მინიმალურია, დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ ისეთ გაუსაძლისი ტკივილი თვითონ ოპერაციას არ ახასიათებს. პირობითად დიაგნოსტირებული კატარაქტის შემთხვევაში რა ეტაპზე არის სასურველი ქირურგიული ჩარევა? თავიდანვე თუ რაღაცა პერიოდი ვაცდით? რა თქმა უნდა, ანუ ეს დამოკიდებული არის თავიდან დამოკიდებული არის პაციენტზე. მაგრამ როდესაც ის ვეღარ მისი ცხოვრების ხარისხი ვეღარ არის ისეთი, მერე უკვე შესაძლებელია აქტიური, მერე უკვე შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ოპერაციაზე. თანამედროვე მიდგომებით, რაც უფრო ადრეულ ეტაპზე კეთდება კატარაქტის ოპერაცია, ის უფრო უკეთესია და რეაბილიტაციის პროცესიც უფრო მარტივად მიმდინარეობს. და რაიმე პრეპარატების საშუალებით შეგვიძლია რომ შევაჩეროთ ეს პროცესი გაგრძელდეს? ეს არის ასაკობრივი პროცესი, შესაბამისად ასაკობრივი პროცესი ვერაფერს ვერ შველით ერთადერთი გვჭირდება ოპერაცია და ბროლის შეცვლა, გამჭირვალე ხელოვნური ბროლით. აქვე მინდა შევეხო რეფრაქციულ კატარაქტას. იმიტომ რომ რეფრაქციული კატარაქტა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ქირურგიაში, გამომდინარე იქიდან რომ ეს არ გულისხმობს მარტო შემღრეული ბროლის ცვლილებას. რეფრაქციულ კატარაქტა გულისხმობს გაუმჯობესებულ მხედველობის
მრავლობის ხარისხს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ბროლის საშუალებით. რაც შეეხება თვითონ თვალში და გამოსაყენებელ ბროლებს, რასაც ვიყენებთ, ხო, გვაქვს სამი ტიპის ბროლი, ეს არის მონოფოკალური, მულტიფოკალური და ტორიული ტიპის ბროლები. მონოფოკალური ბროლი ეს არის სტანდარტული ქირურგიის შემთხვევაში გამოსაყენებელი ბროლი, რომელიც მხოლოდ შორ მანძილზე გამოგვისწორებს მხედველობას, ხოლო ახლო მანძილისთვის ადამიანს დაჭირდება უკვე სათვალის გამოყენება კომპიუტერთან ან 25-30 სანტიმეტრზე ახლო მანძილზე. რაც შეეხება მულტიფოკალური ბროლის შემთხვევაში, ეს არის, როდესაც ადამიანს სამივე მანძილზე გამოსწორდება მხედველობა, შორ მანძილზე, კომპიუტერთან და ახლო მანძილზე და გვაქვს ასევე ტორიული ტიპის ბროლები, რომელიც გასწორებს ასტიგმატიზმს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არა მარტო კატარაქტის ოპერაცია, ეს შემოკლებული ბროლის მოშორება, ცხოვრების ხარისხს გამოისწორებს ადამიანი ასეთი ტიპის ბროლის. ასტიგმატიზმის შემთხვევაში ტორიული ბროლი არის საუკეთესო გადაწყვეტილება. და ამ შემთხვევაში თუ სტანდარტული ბროლი კეთდება, ამ შემთხვევაში პაციენტი რა დისკომფორტ შეიძლება რომ შეხვდეს? ახლო მანძილისთვის დაჭირდება სადგური. მხედველობის სიმახვილის თვალსაზრისით. ხომ ერთი თვალი კეთდება, ერთ თვალზე კეთდება ჩარევა და რა გარკვეული პერიოდის შემდეგ მეორე თვალზე კეთდება ჩარევა. როდესაც ის ასტიგმატიზმია და კიდევ იცვლება ბროლი და ხელოვნური ბროლი დგება. ხო შეიძლება კიდევ რაღაც სხვა გართულებები იყოს გარდა მხედველობის გაუარესების. ნახეთ, ესეთი მომენტია, თუ ადამიანს აქვს ასტიგმატიზმი და დაუშვათ აქვს კატარაქტა, გადაწყვიტა კატარაქტის ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ჩაისვა მონოფოკალური ბროლი, ასეთ დროს ის ასტიგმატიზმი რჩება, უბრალოდ ჩვენ ვიღებთ ამ შემოღრეულ ბროლს, სვამთ ხელოვნურ გამჭვირვალე ბროლს და ადამიანს აი თუ მიჩვეული იყო ასტიგმატიზმთან ერთად ცხოვრებას არ იყენებდა სათვალეს, უბრუნდება ზუსტად ის მხედველობა, რაც მანამდე ჰქონდა. ჩვეულებრივად. კი ბატონო, მაგრამ რა თქმა უნდა, გვაქვს იმის საშუალება, რომ გაიუმჯობესოს მხედველობა, მოიშოროს ეს ასტიგმატიზმი და გაცილებით უფრო უკეთესად დაინახოს. კი ბატონო, მე როგორც ვიცი, ასაკობრივი კატარაქტის ოპერაცია სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. კარგად, თითქმის 90% ფინანსდება და რაღაც მცირე თანხით დამატება უწევს პაციენტს და სამივე ბროლზე მოქმედებს ეს დაფინანსება, სამივე სახის ბროლზე და რაღაც სამწუხაროდ არა. მონოფოკალურ ბროლებზეა საუბარი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მანდაც შეიძლება. იმედი ვიქონიათ, რომ შეიძლება და არჩევანის საშუალება ექნება ჩვენს პაციენტებს. და შედეგებს რაც შეეხება, ჩვენ შევეხეთ, ვთქვით, რომ ოპერაციის შემდეგ იმის დამიხედვით, რომელი ბროლს გამოიყენებს ექიმი, მხედველობა საკმაოდ გაუმჯობესდება. შესაძლებელია დაუბრუნდეს კიდეც პირველ ნიშნულს, ხო, როგორც იყო კატარაქტის. ამ ძალიან კარგი, ანუ ეფექტურია. ძალიან დიდი წარმატებით ხორციელდება. კი ბატონო, ანუ ჩარევა მინიმალურია, რეაბილიტაციის პერიოდი მინიმალურია, დისკომფორტი ოპერაციის დროს მინიმალური მოსათბენი, იმიტომ რომ ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. იმ დღეს რომ მიდის პაციენტი სახლში, თუ სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობს, ფინანსდება 90% და ამისთვის რომ ეს ყველაფერი ჩაიდაროს პაციენტმა და მხედველობა დაიბრუნოს, უნდა მიაკითხოს აუცილებლად ოფთალმოლოგს. და საკმაოდ კარგი შედეგით დამთავრდება. დიდი მადლობა, ძალიან კარგი პასუხი იყო. იმედია ჩვენ მსმენელისთვის გასაგებად გავეცით პასუხი. კიდევ ერთი დაავადება, რომელიც სამწუხაროდ ფართოდ გავრცელებულია, ჩვენ შევეხეთ გლაუკომას გულისხმობ. გასაგებია, როდესაც მიდის პაციენტი ექიმთან, გარკვეული კვლევების შემთხვევაში ძირითადად თვალში წნევის გაზომვის დროს თუ მომატებულია ეჭვი იბადება გლაუკომაზე და შემდეგ გაფართოებული კვლევები კეთდება და შესაძლოა მოხდეს დიაგნოსტირება, ну თუ არის. ამ დროდესაც არ აქვს სიმპტომები ადამიანს, არ მისულა ექიმთან კვლევაზე, ოფთალმოლოგთან. არის საშუალება რომ მიხვდეს ამოიცნოს პაციენტმა რომ შესაძლოა მას ჰქონდეს გლაუკომა. როგორც მე ვიცი, რაც უფრო დასაწყის ეტაპზე ხდება,
პაციენტის მისვლა ექიმთან და ადრევე იწყება მკურნალობა, უფრო მეტხანს შეიძლება შეჩერდეს ეს პროცესი, ეს სამწუხარო პროცესი, რაც მიმდინარეობს გლაუკომის დროს და თუ მაგალითად სხვა ჩივილები არ აქვს პაციენტს, მხედველობასთან დაკავშირებულ ჩივილებს გულისხმობაში თქოში და არ იტარებს რეგულარულ კვლევებს ოფთალმოლოგთან იმის გამო, რომ არ აქვს ჩივილები, არის შესაძლებლობა, რომ რაიმე სიმპტომით ამოვიცნოთ გლაუკომა, რომ მივმართოთ ექიმს. აი ეს თუ არის ესეთი რაღაც. ხო, სამწუხაროდ დასაწყისში არ არის. გლაუკომას ამიტომ ეძახიან მდუმარე დამანგრეველს ეძახიან, იმიტომ რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და როდესაც უკვე სიმპტომები გამოვლინდება, ძალიან გვიანია სამწუხაროდ და გლაუკომას ახასიათებს ზოგადად მხედველობის ველის შევიწროება და ხშირ შემთხვევაში სანამ ცენტრალური მხედველობის დარღვევამდე არ მიდის ეს პროცესი, მანამდე პაციენტი ამას ვერ გრძნობს და ამის შედეგად ხდება მე უკვე ოფთალმოლოგთან ვიზიტი, როდესაც ცენტრალური მხედველობის დარღვევა და შემდეგ უკვე ვითარდება, ხდება დიაგნოსტირება გლაუკომის, თვალშიდაწნევის გაზომვა და მე უკვე ერთვება მკურნალობის მეთოდები. პირველი რიგის არჩევითი მეთოდი ეს არის მედიკამენტური მკურნალობა, როდესაც წვეთების საშუალებით ვახდენთ თვალშიდაწნევის კონტროლს. აქ არის ორი მექანიზმი მუშაობს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ გამოყოფილი სითხის შემცირება ან სითხის გამოყოფის შემდეგ რაც უფრო სწრაფად და კარგად გამოიყოს სითხე თვალიდან. ეს არის პირველი ეტაპი. როდესაც გამოიყენება ის მედიკამენტური საშუალებები, რაც არის პროსტაგლანდინის ანალოგები, ბეტა ბლოკერები ან კარბოჰიდრაზას ინჰიბიტორები. შემდეგი მომენტი უკვე, როდესაც თუ მედიკამენტური მკურნალობა ვერ შველის თვალშიდაწნევის მოწესრიგებას, გადავდივართ უკვე ლაზერულ ჩარევაზე, როდესაც კეთდება ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა და იქ ხდება გზების გახსნა, რომ სითხემ თავისუფლად იდინოს თვალიდან. შემდეგი უკვე მესამე მეთოდი ეს არის ქირურგიული ჩარევა, არის, როდესაც უკვე ახალ გზას ვეძებთ იმისთვის, რომ სითხე გამოიყოს თვალიდან. ამის მიხედვით ვახდენთ, ეხლა ყველას ძალიან კარგად მინდა გაიგოს პაციენტებმა, რომ დროული დიაგნოსტირება, თვალშიდაწნევის მოწესრიგება ძალიან კარგად უნარჩუნებს ადამიანს მხედველობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მართალია გლაუკომა არ იკურნება, მაგრამ მისი მართვა არის შესაძლებელი. კი, გარკვეული პერიოდულობით კვლევების ჩატარება, მკურნალობა და თანმიმდევრული მკურნალობა აუცილებლად მოგცემს შედეგს, თუმცა მკურნალობის შემთხვევაში სამწუხარო შედეგებამდე მივდივართ მხედველობის დაკარგვა სრულებით და ამ შემთხვევაში უკვე ოპერაციული ჩარევებით პალიატიური მოქმედების გარდა არაფერს აღარ გვაძლევს. სამწუხაროდ, როდესაც შეუცვლელად ხდება მხედველობის ნერვის დაზიანება. სამწუხაროდ ესეა და ასაკს რაც გვეტყვით, ანუ გლაუკომასთან დაკავშირებით არის რამე კონკრეტული ასაკი, რომელიც ასაკი? ძირითადად საყურადღებოა 40 წლის შემდეგ. 40 წლის შემდეგ. და ასევე ოჯახური ანამნეზიც აქვს წინასწარ განწყობა, რა თქმა უნდა. ანუ ოჯახური ანამნეზიც ახდენს გავლენას, კი ბატონო. ასეთ დროს უფრო ხშირად უნდა მოხდეს ოფთალმოლოგთან ვიზიტი და თვალშიდაწნევის კონტროლი. კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან კარგი პასუხი იყო. შემდეგ დაავადება, რომელიც ასევე სამწუხაროდ ფართოდ გავრცელებული დიაბეტური რეტინოპათია. მინდა ვუთხრათ ჩვენს მენელს, რა დაავადებაა ეს, ვის ემუქრება, თუ არის შესაძლებელი პრევენცია და მკურნალობის რა მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ დაავადების დროს. ხო, საკმაოდ ისეთი რთულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რასაც დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება, რა დროსაც ზიანდება ბადურის სისხლძარღვები, ის შედეგადაც შეიძლება სრულ სიბრმავემდეც კი მივიდეს ადამიანი. კი ბატონო, პირველ რიგში რაც ასეთ დროს უნდა მოხდეს, ეს არის შაქრის დონის განსაზღვრა სისხლში, ანუ მკაცრი კონტროლი ჭირდება ამ ყველაფერს. თუ თან დიაბეტთან ერთად თანდართული არის ასევე არტერიული ჰიპერტენზია, ქოლესტერინის დონის მომატებაში, რა თქმა უნდა, თირკმლის დაავადებები, ჰემოგლობინის მაღალი დონე, ეს ყველაფერი კიდევ ხელს უწყობს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობის მეთოდებს, აქაც გვაქვს რიგი მკურნალობის მეთოდები. პირველი რიგის მეთოდად მიჩნეული არის ანტი-VEGF თერაპია, ეს არის ინტრავიტრიალური ინექციები, როდესაც VEGF
როდესაც ხდება ბადურაში შეშუპება, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ანტი-VEGF პრეპარატებს, ამ შეშუპების მოსახსნელად იქ წარმოქმნილი პათოლოგიური სიზარღვების ასალაგებლად. შემდეგი მეთოდი არის უკვე ლაზერული ფოტოკოაგულაცია, რა დროსაც ხდება ბადურაზე ლაზერ კოაგულანტების დასმა იმის გამო, რომ იქ დაზიანებული სიზარღვებიდან წარმოიქმნას აღარ გადმოდინდეს სისხლი. შემდეგი მეთოდი უკვე საბოლოო მეთოდი ეს არის ვიტრეორეტინალური ქირურგია, როდესაც ხდება ბადურის ჩამოცლა ან მინისებრ სხეულში გვაქვს სიჩაქცევები და ასევე შეიძლება იყოს ტრაქციული რეტინოპათიაც. აი ასეთ შემთხვევებში აქტიურად გამოიყენება ვიტრეორეტინალური ქირურგია. და რა უნდა გითხოთ, თუ მაგალითად სისტემატურად დადის ვიზიტებზე ასეთი ადამიანი ენდოკრინოლოგთან და როგორც გლუკოზის დონეს, ასევე ქოლესტერინის დონეს აკონტროლებს და ღებულობს მედიკამენტებს პირობითად. შესაძლებელია მაინც განვითარდეს ამ შემთხვევაში დიაბეტური რეტინოპათია, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ძირითადად დაავადებას მკურნალობს, ასე ვთქვათ. ისეთ როგორ არის, ეს ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში არის კომპლექსური, ხო? კომპლექსურია შესაბამისად სამწუხაროდ ჩვენთან არ არის ეს ყველაფერი მოწესრიგებული, ხო? ამიტომ შესაძლებელია დადიოდეს ენდოკრინოლოგთან, აწესრიგებდეს შაქრის დონეს, მაგრამ ოფთალმოლოგთან წლების განმავლობაში არ იყოს ნაყოფი. ამას სჭირდება ეს კომპლექსური მიდგომა, სჭირდება ენდოკრინოლოგთან, კარდიოლოგთან კი ბატონო, კი. ყველა სპეციალისტთან რომელი მიმართულებითაც შეიძლება გართულება წარმოიქმნეს ყველა დიაბეტური შემთხვევაში რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დაიწყება კურნალობას შედეგიც გაკეთდეს იქნება. კი ბატონო. აქვე მინდა გითხოთ ლაზერულ ქირურგიასთან დაკავშირებით. ზოგადად ახალი მეთოდია, შედარებით ახალი მეთოდია, ასე ვთქვათ, რომელიც დაინერგა ოფთალმოლოგიაში. ზოგისთვის რომ პანაცეა და მხედველობის აღდგენა შეიძლება ყველა ადამიანისთვის ნებისმიერი პათოლოგიის დროს და ჩვენს კოლ-ცენტრში ხშირად რეკამენ ხოლმე პაციენტები რაღაცა გარკვეული დიაგნოზით და გვეუბნებიან რომ აი რომ გავიკეთო ლაზერით ოპერაცია თუ აღმდგება მხედველობა სრულად და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდა რომ განვუმარტოთ ჩვენ მსმენელს რა შემთხვევაში კეთდება ლაზერული კორექცია, რა შემთხვევაში არის ეფექტური, ანუ ვინ არის კანდიდატი ამ ოპერაციის და რამდენად გრძელვადიანი შედეგი შეიძლება მივიღოთ ამ ოპერაციის შემდეგ, ეს რომ გითხრათ. ბატონო, ეს არის ყველაზე თანამედროვე და შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად იხვეწება. კი, ნამდვილად. იხვეწება ლაზერული ქირურგია, ეს გულისხმობს რეფრაქციული მანგების გასწორებას, ეს არის ჰიპერმეტროპია, მიოპია, ასტიგმატიზმი. სასურველია ესეთ დროს პაციენტი უნდა იყოს 18 წლის ზემოთ და 1 წლის განმავლობაში მას უნდა ქონდეს სტაბილური რეფრაქცია, ანუ მისი რეფრაქცია არ უნდა პროგრესირებდეს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია თუმცა რა თქმა უნდა ამას სჭირდება წინა საოპერაციო კვლევების ჩატარება. აქ არის რქოვანის ტოპოგრაფიაზე საუბარი, პაქიმეტრიაზე, რაც გვაძლევს მე იმის საშუალებას, რომ ჩვენ გადავდგეთ ნაბიჯი და გავაკეთოთ ოპერაცია, მივიღოთ სასურველი შედეგი. ეხლა თვითონ ოპერაცია ძალიან მარტივია, 10 თუ 15 წუთი სჭირდება ორივე თვალზე ოპერაციის ჩატარებას, ხოლო შეიძლება მაინც ითქვას, რომ გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს ამ ყველაფერს გამომდინარე იქიდან, უბრალოდ ეხლა 40 წლის შემდეგ შესაძლებელია მაინც საჭირო გახდეს საკითხავი საფრთხის გამოყენება და ეს არის ასაკობრივი პროცესი და საერთოდ არ აკნინებს ლაზერულ ქირურგიას. მაგრამ შედეგები არის ძალიან კარგი. ჩვენთანაც საქართველოში ძალიან აქტიურად კეთდება. ქართულებებიც ახასიათებს. შეიძლება იყოს მშრალი თვალი, გლუვი მხედველობაც, ასევე საღამოს ჰალოების არსებობა. ეს ქართულებებად შეიძლება იყოს ესეთი ქართულებები, რაზეც რა თქმა უნდა თავიდანვე ინფორმირებული იქნება პაციენტი ქირურგის მიერ. გასაგებია. გასაგებია, დიდი მადლობა. კიდევ ერთ თემას შევეხები მოკლედ და გადავალ შემდეგ თემაზე, კატარაქტებზე. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, ბროლებზეც ბევრი ვისაუბრეთ და ორი სიტყვით მინდა შევეხოთ მეორად კატარაქტას და მის მკურნალობის მეთოდს.
არის ხშირ შემთხვევაში ვითარდება მეორადი კატარაქტა და მე როგორც ვიცი საკმაოდ ეფექტური მკურნალობის მეთოდია და ამაზე რომ გითხრათ ორი სიტყვით რატომ ვითარდება და რა მეთოდით ხდება მკურნალობა. დიახ, მოკლედ მეორადი კატარაქტასთან ერთად შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ძალიან ხშირი პათოლოგიასაც ვერ დავარქმევთ ამ ყველაფერს გამომდინარე იქიდან რომ მეორადი კატარაქტა ვითარდება ისე დროს აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული კატარაქტის ოპერაცია. როდესაც ბროლს ვაკუცმაცებთ ვიღებთ ჩანთიდან იმავე ჩანთაში ჩვენ ვდებთ უკვე გამჭვირვალე ხელოვნურ ბროლს და აი ზუსტად ჩანთის და ხელოვნური ბროლის ურთიერთობის შედეგად ხდება აი ამ ჩანთის უკანა ნაწილის შემღვრევა, რასაც მე ჩვენ უკვე იაგ ლაზერის მეშვეობით ვახდენთ მის გაწმენდას. ეს არის ძალიან მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა. თუ ადამიანი თვალს აჩერებს და არ არის ემოციური, ამ შემთხვევაში სულ რაღაც 2 წუთი ჭირდება გაწმენდას. როგორც კატარაქტა, ესეც ასევე საყოველთაო პროგრამაში არის ჩასული. 90% ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის მიერ და ესე რომ არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს პაციენტისთვის. ჩივილებს რაც შეეხება კატარაქტის ოპერაციის მერე შეიძლება გქონდეთ თითქოს აი ცელოფნის პარკიდან იხედებიან ისეთი შეგრძნება აქვთ ხოლმე ისეთი ჩივილი და რამდენ ხანში შეიძლება წარმოიქმნას ოპერაციიდან რამდენ ხანში დაახლოებით მთლიანად ორგანიზმზეა დამოკიდებული და ბროლის ტიპებზეა დამოკიდებული შეიძლება ერთ თვეში განვითარდეს შეიძლება ერთი წლის შემდეგ განვითარდეს უბრალოდ აი ამასაც ჭირდება ოფთალმოლოგთან ვიზიტი და დროული დიაგნოსტირება კი ბატონო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ჩვენს შემდეგ თემებს შევეხოთ მხედველობა ორსულობის დროს. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩემი აზრით. მაინტერესებს იცვლება თუ არა მხედველობა ორსულობის დროს ზოგადად. და ასევე მაინტერესებს არის ესეთი ფაქტები, როდესაც ოფთალმოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე უარს ამბობს გინეკოლოგი და ინიშნება საკეისრო კვეთა. რა შემთხვევაში ხდება ესეთი დანიშნულების მიცემა და რის განიზღვის თავს ოფთალმოლოგი ამ შემთხვევაში რატომ აძლევს ესეთ რეკომენდაციას რომ გითხრათ? კი ბატონო, ძალიან ხშირია მხედველობის ცვლილება ორსულებში, გამომდინარე ჰორმონალური, მეტაბოლური სისხლის მიმოქცევის ცვლილებიდან გამომდინარე, ძალიან ბუნებრივია რომ შეიცვალოს მხედველობაც. პირველ რიგში შეიძლება პაციენტს ასევე მშრალი თვალის გამო ჰქონდეთ ესეთი ჩივილი, წვა თვალის ტკივილი, თუ ისინი ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, ამ შემთხვევაში სასურველია რომ გადავიდნენ სათვალის გამოყენებაზე. ხოლო რაც შეეხება ეხა ფიზიოლოგიურ მშობიარობას და საკეისრო კვეთას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ჩვენთანაც ძალიან ხშირად მოდის გინეკოლოგიდან კვლევებზე, ბადურის გამოკვლევაზე, იმიტომ რომ აქ საუბარი არის ჭინთვების გამორიცხვაზე, იმიტომ რომ როდესაც ბადურა გარსზე მაგალითად ვისაც აქვს რეფრაქციული მანკები, განსაკუთრებით მიოპიის შემთხვევაში შესაძლებელია ბადურაზე პერიფერიულ ნაწილში განვითარდეს პერიფერიულ დისტროფიები, რასაც შეიძლება სამომავლოდ მოყვეს ნახევის განვითარება და შემდეგ ბადურის ჩამოცვლა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ გამორიცხული იყოს ჭინთვები. და ბადურის დაზიანება ავირიდოთ. დიახ, ბადურის დაზიანება ავირიდოთ თავიდან, ამიტომ იღებს გინეკოლოგი გადაწყვეტილებას და გადადის უკვე მე საკეისრო კვეთას. კი ბატონო, გასაგებია. და ზოგადად გავრცელებულია კიდევ ესეთი მოსაზრება, რომ ორსულობის შემდეგ მცირდება მხედველობის უნარი. ვისაც აქვს შესაძლებელია. ეს ანუ რეალურია. კი, მაგრამ კატეგორიულად არ შეიძლება ორსულებში სათვალის ცვლილება. გასაგებია. იმიტომ რომ და ასევე ლაზერული კორექციაც, იმიტომ რომ ეს არ მიგვიყვანს ჩვენ ოპტიმალურ ხარისხებამდე, იმიტომ რომ როდესაც შეიძლება შეშუპება იყოს რქოვანის, მაგრამ ეს ყველაფერი ორსულობის შემდეგ შეიძლება გაიაროს ამ ყველაფერს. გასაგებია. თუმცა მე ვთვლი რომ ორსულებისთვის ძალიან კარგი იქნება თუ ოფთალმოლოგთან გაივლიან იმაზე შეიძლება კონსულტაციას ვიდრე დიაბეტიან ორსულებზეა საუბარი, აქ საუბარი ძედებითია. კი, ყველა ვარიანტში საჭიროა. ჭირდება ოფთალმოლოგიური კვლევები. კი ბატონო, ჩვენ ასევე ახსენეთ ზარმაცი თვალი.
კი. ბავშვთა ასაკში გვხდება ძირითადად და არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, ერთ-ერთი მეთოდად მიჩნეულია თვალის ვარჯიში იყო. რამდენად ეფექტური არის თუ არა ეფექტური ესე ვთქვათ თვალის ვარჯიში? გაზვიადებულია. თეთრხმებით მე ზუსტად იგივე აზრი მაქვს და თქვენგან მინდოდა მომესმინა ეს ხო? სათვალით ხდება ამ დროს ხო? თუ სათვალით უნდა მოხდეს კორეგირება, ეხლა არსებობს თუ არის კოორდინაციის და კონვერგენციის დარღვევები შესაბამისი სპეციალისტის მიერ ზედამხედველობით თუ ტარდება შესაბამისი ვარჯიშები, მაშინ ამ ყველაფერს შედეგი აქვს, მაგრამ ის ვარჯიშებით რომ ამ პრობლემას მოვუარო, ჰიპერმეტროპია, მიოპია, ასტიგმატიზმი ვარჯიშებით მოიხსნება, ეს არის გამორიცხული, გაზვიადებული დამოკიდებულება აბსოლუტურად იგივეს ფიქრობ. ესეთ დროს ეხლა სხვათა შორის დღის მდგომარეობით ყველა დაწესებულება, ბაღი, სკოლა კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს გულისხმობს 5-6 წლის ასაკს, ყველა ითხოვს ფორმას და ამ ფორმასში, რა თქმა უნდა, ოფთალმოლოგიური ჩანაწერი. ამიტომ თითქმის ყველა ბავშვი 5-6 წლის ასაკში მოწმდება თვალზე. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მეც პირადად ძალიან ბევრი ბავშვის გასინჯვა მიწევს და ძალიან ხშირად ყოფილა აღმოგვიჩენია რეფრაქციული დარღვევები, რომელსაც მე უკვე ჩავერთვებით და ვიღებთ გადაწყვეტილებას აღნიშნოთ თუ არა სათვალე. აი მაგ გვიან დიაგნოსტიკის შემთხვევაში როგორ ხდება? ანუ ბავშვობის ასაკში თუ არ მოხდა დიაგნოსტირება, ვთქვათ. ხო. ზარმაცი თვალის და უფრო მოსრდილ ასაკში. თუ ჩამოყალიბდა როგორც ამბლიობიური ზარმაცი თვალი ამ შემთხვევაში ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს და მაქსიმალურ მხედველობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ რომ ადამიანს მოვარგოთ სათვალე. მანდაც გააჩნია მაგრამ ბევრად ეფექტურია ბავშვობის ასაკიდან თუ დავიწყოთ მაგიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ 3 წლიდან როდესაც უკვე ბავშვებს ჩაუტაროთ კვლევები თვალთობაში და გარკვეულ ვიზუალურ ამოცანებს ასრულებს, ამ შემთხვევაში მე უკვე ვიწყებთ ჩვენ მკურნალობას. ბატონო. შემდეგი თემა, რაზეც მინდა ვისაუბროთ, ეს არის ოპტიკური სათვალე და მისი არჩევის წესები. როდესაც ხო არის ის მდგომარეობა, რომ უნდა შევარჩიოთ სათვალე, გჭირდება გამოსაყენებლად, მოკლედ. მაინტერესებს ასეთი რაღაც. უნდა ვენდოთ ამ შემთხვევაში ოპტიკებს და ესეთ ავტომატურ შემოწმებებს, თუ რამე უფრო გაღრმავებული კვლევებია საჭირო იმისთვის, რომ სწორად შევარჩიოთ სათვალე. საქმე იმაშია, რომ მარტო ეს ავტორეფრაქტომეტრია, ხო? ვერ დასვამს ისეთი დიაგნოზი, როგორც არის კატარაქტა, გლაუკომა და სხვა რთული პათოლოგიური პროცესები. თუ ჩვენ უბრალოდ დავუშვათ პრესბიოპიური ასაკისთვის სათვალის შეკვეთა დამზადება გვჭირდება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შესაძლებელია ოპტიკებში მოხდეს სათვალის დანიშვნა, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია რომ ზუსტად უნდა იყოს რეცეპტს, უნდა პასუხობდეს ის სათვალე, რაც დამზადდება. აქედან გამომდინარე, მაინც მიზანშეწონილია რომ ოფთალმოლოგთან მოხდეს კონსულტაციის გამოიწეროს რეცეპტი და შემდეგ კვალიფიციურ ოპტიკაში მოხდეს უშუალოდ ინდივიდუალურად დამზადება ამ რეცეპტის მიხედვით, რომ და აქვე ერთი კითხვა მინდა დავსვა, თუ არასწორ სათვალეს იყენებს ადამიანი, ამან შეიძლება თუ არა რომ გამოიწვევს გაუარესება პირიქით მხედველობის. პირველ რიგში არასწორი სათვალის შემთხვევაში ადამიანს ექნება ისეთი ჩივილები, რომელსაც ვერ გამოიყენებს. აუცილებლად ექნება დისკომფორტი, თავის ტკივილი, შუბლის არეში სიმძიმის შეგრძნებები და შესაბამისად ვერ გამოიყენებს არასწორ სათვალეს. ამიტომ ის რომ ეხა არასწორი სათვალე გაუარესებს მხედველობას, ესე არ უნდა შევხედოთ საკითხს, უბრალოდ ვერ გამოიყენებს არასწორ სათვალეს, იმიტომ არასწორი სათვალე აუცილებლად ისეთ დისკომფორტს რომ დაჭირდება ოფთალმოლოგის დაჭირდება, კი ბატონო. კარგით, მე როგორც დასაწყისში ვახსენე, ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი ყავდა კმაყოფილი, ყოველთვის აღნიშნავენ თქვენს პროფესიონალიზმზე. თავიდან გქონდათ გადაწყვეტილი, რომ ოფთალმოლოგი ყოფილიყავით, რატომ ერჩით ეს სპეციალობა? სხვადასხვა კი სამედიცინოზეც ჩავაბარე იმ განწყობით, რომ უნდა გამხდარიყავი ოფთალმოლოგი. დღეს მდგომარეობით ეხა 10 წლის წინ რომ გეკითხათ რატო ვაბარებდი ოფთალმოლოგიაზე, ვერ გიპასუხებდით. უბრალოდ აი მინდოდა რომ ჩამებარებინა და შესაბამისად რაღაცა ესეთი განწყობა მქონდა, მაგრამ დღეს მდგომარეობით აი
ამოუწურავია ოფთალმოლოგია და ოფთალმოლოგია გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ზუსტ ხელოვნებას და ადამიანი არის ერთად შერწყმული. ამიტომ ძალიან დიდი და ამოუწურავი პასუხი იყო დამტილად. რამ რჩება თუ გექნებათ დამწყები ოფთალმოლოგებისთვის? ხო, თავდაუზოგავი შრომა და მოთმინება. აუცილებლად, როგორც ყველა ექიმს. კი, აიგარი და სიყვარული საქმისადმი. საქმისადმი სიყვარული აუცილებლად გადამწყვეტი არის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან კარგი საუბარი გამოვიდა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პირადად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მენელსაც მოეწონა და დააინტერესა. ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ნამდვილად უამრავი პაციენტისთვის სანდო ექიმი და მეგობარი გახდით ამ დროის განმავლობაში, ნამდვილად თქვენი საქმის პროფესიონალი და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის და თქვენ ხომ არ გინდათ რამე დაამატოთ და მიმართოთ ჩვენს მენელს. პირველ რიგში მინდა რომ რაზეც ვისაუბრეთ დღეს პაციენტებმა ეს ყველაფერი ძალიან სწორად გაიგო. დროული პროფილაქტიკის გავლა და ოფთალმოლოგთან მისვლა ეს არის ყველაზე მთავარი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ყურადღებისთვის, მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, როდესაც ესე ფართოდ ხდება სამედიცინო საკითხების განხილვა და პაციენტები იღებენ სასურველ ინფორმაციას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის, ამომწურავი პასუხებისთვის. ჩვენს მენელს კი ვეტყვი, რომ თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი, არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა. კითხვებს ბატონი ივანესთან ველოდებით კომენტარებში. მე კი დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ. მადლობა.